იქით ზეინკლები და მხოლოდ აქ, ამ სტადიონზე, მათ რაღაცა ერთიანებთ. ჩვენ მათი სიამაყე ვართ. სამუშაო კვირის დასასრულს სინათლეს ვჩუქნით. მინიმუმ ერთი დღით მაინც. ამიტომ მათ წინაშე ვალდებულები ვართ, რომ საუკეთესო თამაში ვანახოთ. გინდა მათთვის ითამაშო. თუ ასეა, ჩვენ ბატონ ბასბისთან ერთად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შაბათს 3 საათზე 80,000 გულშემატკივრის გამო ძალას არ დაიშურებ. მაგრამ ჯერჯერობით ეს მინდორი და კლუბი ბობი ჩალტონთან ვალში არ არის. შენ ან წუწუნში გაკავს დრო, ან მუშაობ. განსხვავება ისაა, რომ ზოგი უძლებს, ზოგი ვერა. თავს არ დავზოგავ. ბობი, დიადი საქმეები გველოდება. გეპიცები ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. რამდენი ფეხი გაქვს? 2. ორივეს რატომ ვერ იყენებ? მარჯვენა ფეხით უფრო კარგად გამომდის. მარცხენა ფეხს ავარჯიშებ? შეგიძლია მარცხენა ფეხით ითამაშო? არა, არ შემიძლია. ფიქრობ, რომ მარჯვენა ფეხით უკეთესად გამოგდის? ხედავ ამ კედელს. დაიწყე ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა, ისევ მარცხენა. ბურთს მთელი ძალით დაარტყი. ძალისხმევ არ დაიშურო. კედელთან მინიმუმ დღეში 1 საათი ვარჯიშე. და ეს ისე გააკეთე, რომ არავინ დაინახოს. რატომ? რა საჭიროა ყველამ გაიგოს, როგორ ვარჯიშობ? ამის დრო არ გაქვს. მიდი ვარჯიშე. დღეში 1 საათი. მოგილაპარაკეთ? ეს თუ დარტყმა შეგიძლია და ამისთვის კარგი შანსი მოგეცა, თავი არც უნდა ასწიო. ბურთს ფეხით ძლიერად უნდა დაარტყა და კარებისკენ გაგზავნო. ტრებად? ყოველი წამი დააფასეთ, ბიჭებო. ყველაფერს დასასრული აქვს. კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ მთავარ შემადგენლობაში მოხვდე? გააგრძელე მუშაობა და გაიღიმე. შენი დროც მოვა. შენთვის ადვილია ლაპარაკი. 17 წლის ასაკში უკვე ინგლისის კლუბში თამაშობდი. ყველას უყვარხარ, უძლეველი დუნკან ედვარდსი ხარ. ადრე მეც შენს დღეში ვიყავი. ყოველ დღე ყოველ წამს თავს არ ვზოგავდი. გუნდში ეს ადგილი არავის უბოძებია. მე ის მოვიპოვე. ძნელია მოხვდე მთავარ შემადგენლობაში და შეინარჩუნო პოზიცია. თუ ამ ბრძოლაში სისუსტეს გამოამჟღავნებ და შემდეგ 15 წელი დაუღალავ შრომაზე უარსიტყვი, გირჩევნია მატარებელში ჩაჯდე და სახლში წახვიდე. მაგრამ ეს უდიდესი შეცდომა იქნება. მაგარი მოთამაშე ხარ. ვარჯიშობს? 1 საათით ადრე მოდის და 1 საათით გვიან მიდის. საინტერესო ბიჭია. იმედი არ დაღუპავ. ივა? არა. ასე? ხო. 1 კვირა ფეხი დაასვენე. და თავის შეწოდება არ გაბედო. ნახევარი გუნდი ტრავმირებულია. ბობი, მოხუცი გაძახის. ეს ხომ პარასკევია. პარასკევობით ხომ მოთამაშეების ახალშემადგენლობას არჩევს. ასეა? ასეა. ადაკი ჩაიცვი. ტერპი კიდევ გტკივა? ტერპი? ო, ფეხის ტერპი. ექიმამ მითხრა, რომ გტკივა. არაფერია. ახლა კარგად ვარ. ხვალ ითამაშებ მთავარ შემადგენლობაში? არა. სასულიერო ორკესტრში გეპატიჟები. რა თქმა უნდა, მთავარ შემადგენლობაში. ღმერთო, გმადლობთ, სერ. გმადლობთ. იმედებს არ გაგიცრუებთ. იმედია ასეც იქნება.
Stratford Andy. დახმარება ხომ არ გჭირდება? მაპატიეთ ოფიცერო, უბრალოდ ვერ ვიძინებ. აქ ბოდიალი არ გამოგადგება. უბრალოდ მინდოდა ეს მენახა. საფეხბურთო კლუბს აქ შენი ხეტიალი არ სჭირდება. წადი აქედან. ვერ გამიგეთ, მე გუნდის წევრი ვარ. ხვალ Manchester United-ის სახელით უნდა ვითამაშო. დიახ, ხვალ. აი აქ, უკვე დღეს. რა თქმა უნდა, შვილო. მე კი სამშაბათს კრიკეტის თამაშს ლორდების მოედანზე ვაპირებ. გვეყოფა. სახლში წადი. Manchester United 1956 წლის 6 ოქტომბერი. ჩაიცვი, რას უყურებ? მთელი დღე ასე ხომ არ იდგები? ჩაიცვი. მიდი, ბობი, მიდი. ბიჭებო, ყურადღება, ბოსი მოვიდა. კონცენტრაცია არ დაკარგოთ. შენ კი მათი თამაშით ნუ ითამაშებ. შენი თამაში გვანახე. მეთანხმებით? დიახ, ბოს. ჯიმი? რა? დიახ. თუ ასეა მიდით ბიჭებო, წინ. რა ჯანდაბას აკეთებს? თამაშის წინ ყოველთვის ასე ვარჯიშობს. 90 წუთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. იქ ივარჯიშებს. დუნკან ედვარდსი, სერ. 10 წელია თქვენს კარიერას თვალსვადევნებ. დიდ პატივს გცემთ. გმადლობ. მაგრამ აქ რეპუტაცია არაფერს ნიშნავს. თუ მოედანზე გადამეჩეხებით, გპირდებით, რომ ხრენას ტრიბუნებზე გაგაგრძელებინებთ. გასაგებია უფროსო? აქ რას ვაკეთებ? ყველაფერს შეძლებ. ნეტა შენს ადგილზე ახლა მე ვიყო. წინ ბიჭებო, აქ ტყუილად არ მოვსულვართ. წინ. წავედით ბიჭებო, წავედით. ედი კოლმანმა ბურთი დევიდ პეკს ჩააწოდა. ახლა ბურთი ბობი ჩალტონს აქვს. იგი ძლიერად ურტყამს და გოლ. იუნაიტედი დღეს დაუოკებელია. დუნკან ედვარდსი ისევ წინ მიიწევს. ჩალტონს გასახანს არ აძლევენ. ჩატოდება ჩალტონთან. იგი შეუჩერებლად ურტყამს ბურთს. ისევ გოლი. ამ მატჩში ეს მისი მეორე გოლია. ჩამომსვით ბიჭებო, ჩამომსვით. ბობი ჩალტონი განუმეორებელია. ორი გოლი სადებიუტო თამაშზე. ძალიან მაგარი ხარ. ყველაფერი თქვენ მასწავლეთ. არა, მე მოედანზე არ ყოფილვარ. არა, მართლა. ეს შენი დამსახურებაა. თავმდაბლობა საჭირო არ არის. წადი ჩაპი მიიღე. გვამაყობ შენით მეგობარო. თქვენ ხომ ბავშვები ხართ? ასე როგორ ახერხებთ თამაშს? ჯერ ბავშვები ხართ. ფეხბურთი ყველაზე სასიამოვნო თამაშია მზეშიც და წვიმაშიც. მე ჩემი საყვარელი გუნდი მყავს. ეს Manchester-ია, Manchester United. ახალი სეზონის დაწყებისთანავე ყმაწვილი ვაზბები შეუჩერებლები არიან. ინგლისელთა ლიგის ჩემპიონები და წინა სეზონის ევროპის თასის ნახევარფინალისტები. ევროპის თამაშებში მეორედ მიიღებენ მონაწილეობას ევროპის თასის მეოთხედფინალში. უძლეველი მანჩესტერელები ბელგრადელ ფეხბურთელებს შეხვდებიან. Old Traffordში გამარჯვების შემდეგ, როცა გუნდმა მოწინააღმდეგე 2-1 დაამარცხა, ახლა იუგოსლავიაში გასამგზავრებლად ემზადება. იმ იმედით, რომ მანჩესტერელები